როგორ გამოგაგდეს სახლიდან? აი ესე, მითხეს აქ აღარ გჭირდებიო და გამომაგდეს. ნელა ცოტა რა. და ნელა შენ თვითონ იარე, ნელა ძმაო. დათო გამერო შენ. მოკლედ, დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა კომპანიაზე. ანუ ჩვენზე. აი ჩალე ხარ დღეს ჩამოგდომად და დამოთხოვნას. აბა მაგის დედა შევეცი, ბიჭო. მოჭველი უნდა დავადე რა. ზოლად გამოყვები რა. ჭამე რა. ჩაი გინდა დაგიმატა. არა, აღარია. ჩალგებული აქვს უკვე? ქართული ციგნებია. მე ჩავდივ და შენ დაამთავრე მიდი. ჭამა ლიზა? კი, ჭამა. შენ არ გინდა არაფერი? არა, მე სამსახურში დავლებავს. შენ ფული თუ დაგჭირდა ჩამოჯრაში დავს და აიღა. არა, არ მინდა მე არაფერი. სიგარეტიც არ გენდა? ლეილა ჩავიდა მაღაზიაში და ისწავლებს იცის რა. ლიზა, თუ დაამთავრა წავედით რა და. გადიხარ შენ თუ სახში ხარ დღეს? არა, მე გავდივარ რა, ირაკლა უნდა ვნახო რაღაც საქმეებია და უნდა მოვაგვარო იდებში მამათან დაკავშირებით. რა ამბავთან დაკავშირებით? მაგა გუშინაც ხო გითხარია რა გელაპარაკე რა. მე ამ საქმეს ახლა რა დღეში წოდ ესე ნახდათ არ დავტოვებ რა. რა დღეში ხარ და? რა დღეში ვარ? ვერ ხედავ რა დღეში ვარ მაგა? არ მინდა რომ ყველას ვეცოდებოდე რა. და ყველას კისერზე მევიჭდე. ერთმანეთს ასწრებდეთ რომელი მომიტან სიგარეტს. აი ამ დღეში ვარ. აროჩი როგორც არის. კედალაგდება ყველაფერი ნუ ნერვიულ. ლიზა წავედით და მაჩანთ არ მიჩეს. წახვედით? წავედით. ჯანდაბარა რა არის? ზეთის ყიდვა დამავიწყდა. ეხლა ვეგჭირდება? ო ლიზი კომთხოვა გუშინ ბლინჩიკები დამიცხეო. აი ჩაო, მოვიდა. ფული არ გინდა? არა, მაქვს. მან რას გავხარ? ძალიან მოწესრიგდა რა და მე ცედა ხარ ლევან.
სადახარ მთელი ღამე ან დაგერეკა ან გაგეკითხა ბავშვი სად არის როგორ არის ჩემთან არის ჩემთან მე წავიყვანე ჩემთან ой ცოტას დავიზინებ და მე წამოვიდე არა ლევან საბა ჩემთან დარჩება რა ხო ჩემთან დარჩება შე არ ახალ რეხლა ისეთ მდგომარეობაში რომ ბავშვს მიხედო ერთი წუთი რას ნიშნავს არა ორი ისეთ მდგომარეობაში რომ ბავშვს მივხედო ჩემი შვილია საბა და როგორც მე გადავწყვეტ და ისე იქნება ყველა ხო ლევან ჩემი შვილიც არის სხვათა შორის და ჩემი ერთადერთი ქალიშვილი შვილია და მე არ მოგცემ უფლებას რომ ჩემი შვილი უპატრონოდ დააგდო გეს მე დავაგდე უპატრონოდ სულ იმას ვთქვი რომ რაღაცა არ მოაკლდეს და რაღაცა არ იგრძნოს კარგი ლევან კარგი ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმისა ლევან შენ ძალიან კარგი მამობა გაუწიე მაგრამ ეხლა რაღაც ხდება შენ ცხოვრებაში ისეთი და ჯობია ჩემთან იყოს საბა გაიგელა არა მე ხწავ და მოგო არა ლევან არა ისე ნუიზავ ლევან რომ საერთოდ მამობის უფლება ჩამოგართვა ვერავინ ვერაფერს ვერ ჩამომართვებ და საერთოდ საბას ყველაზე მეტად ჩემთან ურჩევნია ყოფნა კი ერჩივნა სანამ განუთდებოდი არავით არის უფლება არ აგაქვთ რომ ბავშვი წამართვათ რა უფლებებზე და კანონებზე მელაპარაკები შენ რა გონია ვინმე გაგამართლებს რომ გაიგონ რომ შენი შვილი წუხელი ღამე სად იყო და შენ წარმოდი გითხარით რომ რაღაცა მოხდა მეთქი და მაია იყო აქ ვიცოდი და არ დატოვებდა ძალიანაც ცდები მე რო არ მოვსულიყავი მაიას ეჩქარებოდა და მიდიოდა ბავშვს მარტო ტოვებდა სად მიდიხარ საბა უნდა მომიყვან ჩაიხედე ერთი სარკეში არ გაინტერესებს არ გაინტერესებს სამაგიეროდ მე მაინტერესებს და უთხარი ბავშვს რომ წახვედი მივლინებაში და კარგახანს ვერ ნახავ ბავშვის ნახვასაც მიგრძალა იგრძალავ დიახ გიგრძალავ და ის კი არა მეც კი არ მინდოდა შენი დანახვა უბრალოდ რაღაცეები დამრჩა და იმის წამოსაღებად მოვედი ისე საბა არ იმსახურებს შენის დანამამას ისე შენც არ იმსახურებ ამას როგორც გამოიყურები ლევან არც დარეკავ არც მოხვალ ისედაც ბევრი გადავიტანებ მე და ბავშვი მოჩი მე ძლიერს დავჭით მარტო რომ ნორმალურად არ დავაპარაკო დღეს გაიჭიშეს მაგრამ რა მაგარია აი ზუსტად ვიცოდი რა ძალიან მალე გთხოვდა ხელს მართლა მე კიდე ჯერ არ ველოდებოდი ისე დავიბენი რომ მითხრა საშამ დაგაბნია გოგო დიდი ხანი ერთად დადიხარ და რა უნდა ეგო რა ვიცი რა მაგარი ხო ბედნიერი ხარ კი ძალიან რა კაია აი ძალიან მიხარი ესე მგონია რომ მე ვთხოვდები დაგეგმეთ ხო ყველაფერი არა ჯერ არაფერი არ დაგვიგეგო მაქვს ჯერ უნდა ჩავეყვანო ჩემებთან გაბაცნო მე რა უნდა ავიდე მასთან ოჯახში და ასე ენდაცალე რა ბარა გაჭირობის დროს ესე უდეგი გვერჩეს დაგიფასდა მე მაგას ნუ მახსენებ გიორგი რო არ ყოფილიყო დღემდევალებში იქნებოდა მაჩვენე რა მაჩვენე მე ძალამაზია ბრილიანტი თუ ცირკონი რა ვიცი ალბათ ბრილიანტია მე ყოჩახსა ცებო განახებ არა გოგო არ მოიხსნა ცუდის ნიშანია აუ ვაიმე არ მოიხსნა და არც არ ათხოვო ძალამაზია ხო მეცოწოს იცი როგორ გამახსენე ძალიან კაი გამარჯობა გოგო ძალიან გამარჯობა არ ყავთ არავი ეხა გავიდა ბოლო კლიენტი რუსან ქცალია ხო მშვიდობა კი უბრალოდ რაღაც მინდა რომ გითხრა მე ისეთ დამილივი ვარ ყველაფრით რომ შენ რო კიდე რაიმე ცუდი მითხრა გავგიჟდები იცოდი არა არ არის ცუდი აბა მითხარი რა ხდება რა და ზაზა მთხოვა ხელი აი მე როგორ გამახარე ხო იცი რომ ყველაფერი საუკეთესო მე მეტყვი როგორ არ ვიცი როზნა შენგან იმდენი სიკეთე მახსოვს ეხა ვიცი რომ ჭკვიანი გოგო ხარ და კარგად დაფიქრდებოდი მაგრამ მაინც ადრე ხوار მიიღე გადაწყვეტი კი კარგად დავფიქრდი ხო ანუ იცი ვინ არის რას წარმოადგენს ხო იცი ასეთ ნაბიჯს რო დგამ ბევრი უნდა იფიქრო და
ბოლოს მიიღო გადაწყვეტი. ვიცი. უკვე დიდი ხანია დავდივართ და კარგად ვიცნობ. ძალიან კარგი. აი უდიდეს ბედნიერებას გისურვებ, ჩემო საყვარელ. როდის გეკმავთ? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც კი გადავწყვეტავთ, გაგაგებინებთ. მე კი გული მწყდება რომ მიდიხარ ჩემგან, მაგრამ რას ვიზამთ? ჯერ ხო აქ ვარ. ხო, მაგრამ როგორც შენი საქმისთვის ჯობია, ისე უნდა გააკეთო. ხო იცი რაც უფრო წინ წახვალ ცხოვრებაში რომ უფრო გამეხარდება. ვიცი, როგორ არ ვიცი. ჩაგიხუტები რა. მოდი. ძალიან გამახ. მეც წამიხარ. გამარჯობა. გამარჯობა დაბრძანდეთ. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, თქვენ ხო კარგად. კარგად, აბა, რა ხდება მითხარით რაღაც იდეები ქონიათ? კი, აი, თათიას აქვს ძალიან კაი იდეა. ბატონ რომას, დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა თქვენს კომპანიას, ზოგადად თქვენს ბიზნესზე. მაგრამ დოკუმენტური მასალა საიდან დაიხო? ანუ, უფრო სიუჟეტური სახე ექნება ვიდრე ფილმის. დავიწყოთ საიდან დაიწყეთ თქვენ ბიზნესი, რამდენი ადამიანი დაასაქმეთ, რამდენი კონტრაქტი გააფორმეთ უცხოელ ინვესტორებთან და ნუ ასე შემდეგ. იდეა კარგია, მაგრამ მიზანი რა არის, რა გონია? პირველ რიგში გავაბათილებთ ბოროტი ხალხის მიერ დაყრილ ჭორებს და საბოლოო ჯამში დავანახებთ ადამიანებს თუ რამდენ კარგ საქმეს აკეთებთ და რომ თქვენ ამითი არავის ხელს არ უშლით პირიქით. თუ მაგ საქმეს გააკეთებს? გააკეთებს ბატონო რომას. მაქვს ასეთი სიუჟეტების გაკეთების გამოცდილება და ძალიან ამართლებს. ოღონდ რაც შეიძლება ბევრი საჭირო ინფორმაცია გვჭირდება. კი ბატონო, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პირიქით. თუ საქმეს რამაში წაადგება. თან პარტნიორებსაც უფრო მეც მოვიზიდავთ. პრინციპში რეკლამას გამოგვივა კომპანიის. კი, ნამდვილად კარგი იდეა, ოღონდ ძალიან სიფრთხილე რომ უნდა მაგის გაკეთებას ხვდებით ალბათ ხო? კი, არ იქნება პრობლემა. ძალიან კარგი. ხო, თქვენ ახალ. ხო, მაგრამ ფილმის ამბავზე საუბრობთ. მოიცა რა ფილმის ამბავზე? ჩემი ფილმის. და მე რატო არ ვიცოდი არაფერი? ანუ დოკუმენტური ფილმის გადაღებას ვაპირებ ბატონი რომაზის კომპანიაზე და მის შვილობილ კომპანიაზეც. ანუ თქვენზეც. არა, ცუდი იდეა სხვათაშორის. კი, არა, ცუდი არ არის, მაგრამ რა ვიცი, მეც რომ ცოდნა და მეგონი არც ეგ იქნებოდა ცუდი. მოკლედ, ჩაერთეთ ახლა ამ საქმეში. იდეა კარგია, მაგრამ აუცილებელია ყველაფერი უნდა დაიგეგმოს. მე მარტო შემიძლია გავაკეთო. რატო ბიჭები დაგეხმარებიან, ხო? კი, რა თქმა უნდა, რა პრობლემა. მოკლედ მე ვახოს აღარ ვეუბნები და თქვენი იმედი მაქვს. დიახ. კარგით. დღესვე დავიწყებ მუშაობას. კარგი ძალიან. ნახვამდის, მოები. ნახვამდის. აბა რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? რაღაც არ გესიამონა შეგატყვა. რა შუაში? არა ახლა თუ შენი არ გესიამონებს რომ მე ზუკას იდეა მოვიწონე, ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებ. ზუკას ამბავი აქ არაფერ შუაში არა. კარგი. ხო იცი რომ ვერ მომატყუე. შეგეტყვა რომ არ გესიამო. ხო არა მისმის, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ესე არ უნდა ვიგებდე მე ამ ამბავს. იცი რა, მე არ მაინტერესებს თქვენ შორის რა ხდება, მაგრამ ამბის რაღაც ალღო აქ რაც ბიზნესისათვის არის საჭირო. ან ისეთი აქტიური ტიპია. ეგეთ ხალხს პარტნიორები ეძებენ. შენ კიდე გვერდით ყავს და იმის მაგივრად რომ გამოიყენ. ანუ შენ იგრუზები აქ რაღაც. რა შუაში? რაზე შემოხდი? ასე შემოგიარა. აი, მოხდა ის საქმე. აი, წავედი მაშინ მე რა. აი, გარეთ. რა უყო იმ გოგოსა? ვისა? ნინოსა. წერს, არც ადგება, არც აჭამს და კარშიც არ გადის.
შვიდება და არგება. რო არ დგება მაგაზე მისკდება გული. ღმერთო რა დავაშავე. რა დააშავა ჩემმა ოჯახმა ღმერთო. კაცო, შენი შვილი არ არის, ხმას რატო არ იღებ, რა არაფერს არ ეუბნები? რა მინდა ხალო მაცავლე ჭამა რა, დილიდან ქოთქოთი შეიძლება კაცო. როგორ გადაგდის ულუკმა ყელში შენი შვილი რო ესეთ დღეშია? ხალო, ქმარი დამარხა გოგომა ადვილი ხო არ არის არა? ქმარი თორე. ყველაფერი მაგათი ბრალია, რაც ჩემ ოჯახსა სჭირს. შენ ხო არ დაგავიწყე ხალო რაღაცეები. მე არაფერი არ დამვიწყებია. თუ არ უნდა დრას მიყავდათ. ხო, იშოვიდან ხო იცი უკეთეს. შვილი გაციებული არ ყავდა და რძალი სახლიდან გამოაგდო. აბა ეგ კალია. შვილკუდარ დედასა რა ჭკუა მოეკითხება რას ლაპარაკობს. ო, და არც მე არ მომეკითხება ჭკუა ჩემ შულს ესე რო უყურებ. გადაწყდა. რა გადაწყდა? ქალაქში მიმყავს. შენ ეებჟუტულობ ხალო. არა ბიჭო, ეხა ამათ დაუტოვებ საჯიჯგნათა. ეხლა არ წამოვიყვანეთ ქალაქიდან ისე უკან მიყავ. არ მაინტერესებს, მე ბავშვსა ვერ დავღუპავ. ისიც ეყოფა აქ რა დღეში წავდათ. ნუ, ახლიდან არ გამხადოთ შენ და შენმა შვილმა ქვეყნის სალაპარაკოი რა. ჩემ შულსა თავიდანვე არ ექცეოდენ სათანადოთა. არც მე არ გამოუხატავ თანაგრძნობა, იო და ავდგები და წავიყვან. ეხლა იქ მარბეინე კიდე რა. უი, ნუ ირბენ. გითხარი, ჩავალაგებ და წავიყვან, მეც მიუყვები. შენ რო რამე საიჩემი ხო ვერ გადაგათქმეინებს კაცი რა. ხო. ადე წლილი მომიტანე. გადაწყვეტილია, ქალაქში მიყავს. ალო. ვაკო, ხო არ გაგაღვიძე? არა, მეღვიძო. როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად, მისვინ, ახლა გარდერობში ვიყავი და შენი საურჭკებია დარჩენი 3 ცალი და ხო არ წაიღებდი? იყოს მერე წამოვიდე. თუ გეზარება, მე მაინც მაქეთ მოდივარ და გამოგიტან. კაი, თუ არ გეზარე. არა. კაი. კი, ბიჭო, ნადარა ცხოვრობდა აქ არის, ცნო მთელი ბავშვობა აქვე გდე. ბიჭო, კი, შენ საერთოდ მე რა, ჩემი კლასელი იყო რა. ვა. უში რა დავლითე, რა იყო. აუ, ბაზარი არა, ეხლა გავიხუცეთო. ლუდი არ გაგიშტობდება? აკრა, ბიჭო, გინდა ჩავა მოვიდა. კაი, მეღადავები რა, ლუდი ნახე რა გავჩით. ვა, საგო, საიდან? ბიჭო, მაგაც მომცა და კაი ფაქტია. ო, ეჭა ბოლს მოვიტანე. აუ, ბაზარი არა, მინდი. აიტრი. ვა, ეჭა. თაკო ისევ უღია. ო, ბაზარია. დაშვები. კი. მე რაღაცები მოგიტანეთ. ო, ესენი რა დღეში არიან? მოწევ შენ? მოწევ საბარასი იძავს კაცო. იმ ხელაძაღლი გამომეკიდა რომ მოდიოდი რომ გული გამისკა და მოულპოდი ბოლოს. სატიპოვე ძაღლი. კაი, არა უჩავს თო გაგაცილებს. ხა დაუ ფობია მაქვს ძაღლები. არა, კაი, მე გაგაცილებ თორნიკე. კაი, მიდი წავიდე. სანთებელ კაჩითე რა, მიდი რა. მეც მოვიდა. როგორ? შენ? რა ვიცი, მაგრამ დაშვები. რა ვიცი, შენ? რა ვიცი, ეხ გოგოებიც მოვიდა რა. ჩეპეც? კი. კაი. რა საქმე ქონდა, მომითხარ. ბიჭო, ხო გეტყვი უცებ რა, თორე მე აღარ გამო. კაროჩე, ჩეპესთან მინდა შეერიგება რა და უნდა დამეხმარო რა. ბიჭო, რა ვიცი. აუ ბიჭო, ვიცი რომ მაგრად მივქარე რა, მაგრამ აუ ერთხელ შემეშალა დავლია და გამოვშტერდი. ხო, არა, მესმის, მაგრამ ეხა გოგოების ამბავი ხო იცი არა, ყველა ეგრე არის, რა. სხვასთან ერთად დაგინახა და всё მორჩა. ბიჭო, ვიცი, რავს კი არ ვიმართლებო. პროსტა ძალიან მიყვარს და რა ვქნათო, როდემდე ვიყოთ ესე. ადი კიდე დაელაპარაკე მე შენს რა. ბიჭო, დაველაპარაკე, მაგრამ არაფერი არ გამო. არა და ბიჭო, მგონია რომ თვითონაც უნდა შეერიგებდე. ხო და მით უმეტეს ადი კიდე დაელაპარაკე რა, იქნება რაღაცას შეთანხმ. არ ვიცი.
ანის რო დაელაპარაკო შენ. ოღონდ ისე რომ ვერ მიხვდეს რა მე რო გთხოვ. ხო, ბაზარი არა. მაგაზე ვილაპარაკეთ ადრე, მაგრამ ეს დეტალურად არ ვილაპარაკე, მითხრა რომ ცუთხასიაძეაო, ჩემპიონ აწყენიაო, მაგარია. ჩემზე არაფერი არ გქონს ვაფშე? არა, არაფერი რა. ბიჭო, მე რო დაველაპარაკო, ეგრევე ვეთყვის ხოვაზე ხარ ჩემპეს და მიხვდები რა. ხო, არა, მე დაველაპარაკები რა. თანაგე მოდიან რა. ხო, და ისე ქენი რომ ვერ მიხვდეს, ხო? კი, დღესვე დაველაპარაკები. როგორ ხარ? შენ როგორ? როგორ ხარ? კარგად, ჩენ? რა ვიცი, კარგად. აბა რა ვქნათ? რა ვქნათ? რასაც თქვენი ტყვით ის გავაკეთოთ რა. მე მოგიდია. ხო. დავიშვათ რა. აუ კი, დავიშვათ, როგორ მომენატრა ხა? ძალიან მაგრამ ეზარება და ველოსიპედის გამოყვანაც არ მინდა. ხო, ჩვენც არ ყავს, მოვიყვანთ რა ჩვენ ველოსიპედებს რა. აუ მიდი ახლა რა გეზარება ვერ გავიგე. კაი. ზოგადად გამიხსენე. ხო რა. მოვალ ჩაპა. შენ მართლა გინდა ველოსიპედი? ხო, აბა. მეთქი ამათ პონჩი თქო რა. რა ამათ პონჩი? რა ვიცი. ისე ჩეპე რას ამბობს კედესაზე? რაუ, ჩეპა რა უნდა თქვას? რაუ, კიდე გაბრაზებული არი? საიდან გაგახსენდა ახლა ეგ ამბავი? ო, რა ვიცი, აქ რო იყვნენ რა. ცოტა შევამხედე. კეdes ამთხოა ხო უთხარიო? ხო. არ მილაპარაკე, ეს რამდენი ხანია იმასთან რა ქვია, ჩეპესთან, მაგრამ რომ მილაპარაკე ხა არ გეტყვი შენ. ო, კაი რა. რაღაცა გრძნობები რო აქვს, ფაქტი არის, მაგრამ არ აღიარებს ერთ-ერთი. ხო, ეგ მეც ვიცი და მე დაელაპარაკე რა ჩეპე. ო, მე რა დაველაპარაკე ხა მოგვარდაბიან თვითონ. შენი ჯერა ხო იცია რა. ეხა შენ რო გეთქვა სენეგალში წავიდე. და შენ როგორ წარმოგიდგენია ეს? იცი რა არის? პირველ რიგში კომპანიის მთავარ საქმიანობაზე უნდა გადავიღოთ ფილმი რა. არა, ეგ ხო, მაგრამ ანუ ჩვენ კომპანიაზეც უნდა ითქვას რამე? არა, თავისთავად, რაც მთავარ კომპანიას ეხება, ყველაფერი. ანუ როგორ დაიწყო რამაზმა ამ კომპანიის აშენება, საიდან მოუვიდა იდეა და მოკლედ ყველაფერი რა. და ვაფშე ჩვენი კომპანიით რა დავიწყოთ? ჩვენი კომპანიით რატომ უნდა დავიწყოთ? ანუ აი რომ ანახოთ, რომ ჩვენი კომპანია ყველაზე ბოლოს შეიქმნა. და ხავს რომ ანახოთ, რომ აი რა საქმეებს ვეჭიდებით. მე რომ ანახოთ, რომ ანუ საიდან დაიწყო და სადამდე ვართ ახლა მისულები. კოჩა, სუკა, ძალიან კაი. ძალიან კაი იდეა, ხო? კი, ეფექტური იქნება ძალიან. რამაზის ჩავწერთ, თქვენ ინტერვიუებსაც ავიღებთ რა. და ქველმოქმედება რო ვახსენოთ? ხო, აი ქველმოქმედება ხალხს თან ძალიან უყვარს. თან აი ისეთ ოჯახს თუ ვნახავთ და ადამიანებს, ვისაც ეხმარებოდით, ან ეხლა ეხმარებით, კაი იქნება. ხო ხტები ისი გაკეთება მინდა, გიო. ანუ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს კომპანიას, ძალიან ბევრს შრომობთ, ხალხიც არ გავიწყდებათ რა. არ იქნება პრობლემა. ხო, რათა რავი, ხალხსაც უფრო შეუყვარდებით. და კიდე რა შეიძლება? ну რა ვიცი, მეტი ისეთი არაფერი. მთავარია ვნახოთ ერთი ისეთი ოჯახი რა, ანუ ფული რო გადაუხადეთ და მე ეს ფული კარგად გამოიყენა. ეს არ იქნება პრობლემა რა, იმიტომ რომ ვისთანაც ჩვენ ვითანამშრომლეთ, ანუ ყველა კმაყოფილია ეს ხალხი, ვინც ძველი სახლებიდან გავიყვანეთ და თანხაც ძალიან კარგად გადაუხადეთ რა და. ხო რა, ანუ მთავარი ეგ არის რა. გადავიღოთ ეს ოჯახი და ну ხალხს ეს უფრო აინტერესებს ვიდრე შენი საქმიანობა რა. დანარჩენს კიდე მივხედავთ, გავაკეთებთ კარგად. ну ერთ წუთი პატიში. ალო. ალო. ზალ, მე მგონი კაი უნდა გამოვიდეს ხო? წესით კი, ვნახოთ. შენ ხო არ გაგიტყდა ის რამაზის რო არ უთხარი ამდენი ხანი ის რასაც მთხოვ. აი ხო არ გადაო ფრეებზე მებაზრების. ხო რა ვიცი რა მინდოდა თქმა, მაგრამ ხან რა გაიჭდა, ხან რა და ვეღარ. აი ნუ ფიქრობ ვაფშე მაგაზე. просто ანუ მე ხო ხვდები რა კომპანიის ამოკაჩვა მინდა და ანუ მაგონში რა ხარა იდეა მომდის, ხარა იდეა მომდის, ხო აზრი ხარ რა და რავი, კაი პონტი მეგონა და აი ვაფშე ნუ ფიქრობ რა მაგაზე გთხოვ რა. თან უკვე ვეიბაზრე მე და ხა რა მნიშვნელობა აქვს? რას იზავთ ეს წამოხვალ შეხვედრაზე? ხო წამოვალ, აბა რას ვიცი. ყველაფერი შენზე მაგ შეტენილი და.
მაგიტონ უწამოხვალე ხარ. მაგიტომ არა, ნუ მეც მაინტერესებს. აი, როგორ. ხოდია. რა შვები გიო? არაფერს სამსახურში ვარ შენ? მე სახში ვარ. არ გამოხვალ დღეს? დია დღეს ვერ რა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. კაი. მოხდა რა მე? არა, ისე დაგირეკე. კაი, დღეს ვერ მოვახერხებ. დაგირეკო მე. კარგი. ბიჭო, შენ ბახას ნახო ეგეთი ადვილი გონია შეჩემა? ვაფშე ქვეყნიდან იქნება მოხეულიტო? არჩევ ნახავ რა, სულ საფლავში ჩავყვე, მაინც ნახავ რა. ბიჭო, კი ნახავ ძმაო, მაგრამ რას იზავს, ფულს მოგწევ, საიდან უნდა დაგიბრუნოსტო? აბა რა ვქნა ირა, ესე ვიყო გამაგებინეთო. შენ აქ მაინც იყავი და მე იმ ახვრის გამო ჯოჯოხეთი გამოვიარე. ჯოჯოხეთი ყველამ გამოვიარე ძმაო, რა ჩვენ არ ვნერვიულობდით თუ რა? ბაზარი არა, შენ გაიტისკე ყველაზე მაგრა ძმაო, მაგრამ ვაფშე მაკაზე ხარ ბიჭო რა დღეში? ვიცი ძმაო, ვიცი. ხო და თუ ვიცი რა გინდა რომ ზუსტად იგივე შარში გავიჩი თოთო. ფულს ვერ მოგწევს და რა გინდა უნდა ნახო და რა აბაროტია იყო და დაბრიდო. ეგ ისეთი აფერისტია ბიჭო, მაგას ეკნება რა ფული რა. მე იმ ამბის მერე ერთი სიტყვის აღარ მჯერა მაგისა. ბაზარი არ არის, შეიძლება თავიდან მართლა გადააგდეს რა, არ ქონდა ფული, მაგრამ ეგ ვინმეს ფულს შეარჩენდა. შანსი არ არის რა. აროჩე დავით ბრატ რა. შენ გვერდში ვარ მე ბოლომდე ძმაო, სადაც შენ იქაც მე რა. შენ გვერდში ხარ რა, შეჩემა, შენი ფულიც არის თო. ო მაგას არ ვამბობ მე შეჩემა, მაგრამ უნდა დავფიქრდე ძმაო, რა კიდე შარი გვინდა თო. ო და ფიქრობ მე, ფიქრობ სად იქნება ის ჩემისა რა. რავითო, ძმაკაცები აზი არ არიან, ეგენიც გადაგდებული ყავს. ზოგმა მანქანიზმა ყუთი მიცა და ვაფშე არ ჩამოუყვანა ზოგს კიდე ისეთი დაუტრია რომ აქ დაიტროდნენ ნახევარფასადში. ესე იგი მარტო ჩვენ არ ვეძებთ, ხო? ფარაღა დაო ბიჭო. ბიჭო, დედამის რო დავადგეთ. დედამის არ ადგება ბიჭო ყველა, ქალმა ზეპირად იცის ვის რა უნდა უთხრაში. მომისმინე და ის რო ყავდა შეყვარებული რო ყავდა თუ ვიღაც გოგოს რო გლიდა რა, იმას არ ვავიდეთ. ეგეც გადაგდებული ყავშიც. მაგის ოქროები აქ დალომბარდებული. აზი ხარს მე. კაც ამდენი წელიწადია ვიცნობ რა, და ესე რანაირად გამოსილდა თო. წამოზე ხო არ შეჭდა. მე რა ვიცი რა ჩემ ყლეზე დაჯდა ძმაო, მაგრამ მე და შენ რო შევსვა ფაქტია. შენ მომისმინე. სოლაკში რო ავყავდით ხოლმე, მოსაწევის ასაღებად. გახსოვს? აი დეიდამისის ქმართან რა. ის როსლიტო? ო. იმას რო დავადგეთ. დავადგეთ, შეჩემა, ვისაც გინდა იმას დავადგეთ. იმას უნდა დავადგეთ. ბაზარი არა, დავადგეთ. აუ გაასწორა მაგრად რა. მაგრა. დაგჭერა მე. შენ კიდე რამის თავია შეჩემა, რა ვიცოდა არის. მინდა არა ხვალისთვის რა. ბაზარი არა. აუ წავედი რამე. სად მიდიხარ? რაღაც საქმე მაქვს. რა საქმე ესე დღეს უნდა წახვიდე? ძალიან სერიოზული საქმეა. არა, ვერ წავედი. რატო ვერ წახვედი? ძაღლი შემჭამს. მე კიდე ხეები ხო არ გეძახიან? მოხე. აი, ძიდაკო ხეების და ბალახების და ბუჩქების და ყველაფერს მეგობარი ნუ? აი გადაო. ისმენ დაურეკე რა თვითონ გამოვიდი. ეგ ვიფიქრე, იცი? იყავი რა ჩვენთან ერთად რა. აი ეს არის ძალიან მაგარი ვეში. მაგრად გაასწორებს. ბიჭო, სარი ხო არა? კარზე. ბიჭო. ვინ არის? ჰა? მასაუმე. ვალი. გავარჯავა. ვაკო. მოდი თაკო გავჭი. თუ მობაზე. ვიღაც გოგო ებაზრება ხეებს. წვეჭი ეგ არის. ეგ ის ვიდეო, ვიღაც ჩინელი გაგაროა? არა, სხვა. გათმაც როგორ ზუსტად ეგრე აქვს. აი, თომ გავს თორნი. აი, რა შენ უფრო ლამაზი ხარ, გეხო. ვაკო, ერთ ფიქცალია რაღაც ალბარაკა მაქვს. გამო. ნაიო. გუშინდელზე მინდა რომ დაგელაპარაკო რა. მოკეთ ძალიან ბევრი დავლეთ, ძალიან თვალები ვიყავით და რაღაც მეწყინა. შენ სვავდი გუშინ? კი და ბოლოს უკვე ძალიან ბევრი რომ მომივიდა. არ ვიცი გახსოვს თუ არა.
წვენი რომ მოიტანა თაკომსაც დაიღე. სამზარეულოში. სამზარეულოში საათი. კარგი, აქედან რომ დაიძრები ხო არის მაგიდა. მაგიდას გაცდები ბერი მაცივარია, მაცივარში არ არის, მაცივრის მერი არის კარადა. კარადა ზედა არა და ქვედა უჯრაში. კარადაშია წვენი? ბიჭო ხო მაცივრის ცივი იყო და გვათფუფ რა. მე ხარდა. ააო. არაფერი წამოგავიდეთ იმათთან. კაცო თხოვ რა. არა წამო. ძალიან დავიხარე. მორჩი. კი, აი ხა დავსვი ბოლო წერტილი. კომპიუტერთან მთელი კვირა ჯდომა შეუძლებელია. ხავდეთ არ შეიძლება რა. მე რომ მეუბნები ხოლმე დიდი ხანი როზიო არ შეიძლება. კაცო საქმე მქონდა ხო არ ვერთობოდი რა დაგემართა შენ კიდე. ხო, მაგრამ უნდა დაისვენო ხოლმე დედა რა, უნდა გაიარო, გამოიარო. ცოტნე ხო მიცნობ. სანამ არ მოვჩები ყველაფერს, მანამდე მუშაობ. წამლები რო გაქვს დასალევი ხო არ დაგავიწყდა. დავლიე. ეხა გამაყუჩებელს დავლევ. თავით კი ვა? აი მისკდება. იცი რა გადავწყვიტე? შემდეგ სათარგმნს არ ავიღებ. ეს ფინანსებზე კი იმოქმედებს, მაგრამ აი არ ენერგიულო მაგაზე ხელფას ხო ვიღებ. ცოტნე დღეს ველაპარაკე ქეთინოს. იცი რა მითხრა? ჩვენი აბარაკი არის აბსოლუტურად ცარიელი. ხო და ხო არ წავიდეთ ხვალ? ზედა სამსახური რომ აქ. ხო, დავაწყდა. ნუ სხვა დროს იყოს არაუშავს. ხო, მაგრამ გავენთავისუფლები პრინციპში რა. შენ თუ საქმე არ გაგიფუჭდება მაშინ? აი მოვიტყუები რამეს. ხო. თან ანისაც ვეტყვი და წამოვა. ანით წავიყვანოთ. მანქანა არ ყავს. და მარშრუტკი თუ არა ვალთ? იცი რა მარშრუტკა არ მიდის იქ ბოლომდე ესე მახსოვს მე. აი მოვიფიქრებ რამეს რა. ვა. გერე წაშვები? რავი ბიჭო სახლში ავდგა. გამირკვია რა მე? კი, რომ ნახავ მოგიყვები. აუ ჯიგარი, ხარ როდის ნახო? ბიჭო რაღაც დაგთხოვო რა. ვიდეო? ხვალ შეგილია ერთი დღით მანქანა რომ ათხოვო, თუ არ გჭირდება რა. აი, გადაო. რას მეხვეწებ? აიყვანი ამ ჭირდებს. ხო, ხათუნა უნდა ავიყვანო რა გარაგზე რა და. კაი, მაშინ ხვალ დაგირეკავ რა და იმ ამბავსაც მოგიყვები. აი. მიდი მაგრეთ. მანქანა ყავს. რა კარგი, ხარ მაშინ მე ხა ჩამოვწერ. ვები დაგჭირდება იქ. კაი, მე მანამდე ამის დაურეკავ. აბა მე დაურეკე. ალო. აი, რა შვები? ხო, ხვალ მე და ხათუნას გვინდა აგარაგზი ასვლა, ხათუნას ბიძაშვილებთან. აი, ისინი არ იქნებიან. ხო წამოხვალ. კაი, მაშინ დაგირეკავ ხვალ. არა წამოვა. აი მე რა კარგია. მე ჩამოწერე. ხაჭაპური ვიყიდოთ, ლობიანი ვიყიდოთ, სამწვადე ხორცი ვიყიდოთ. ხო. კიდე რა გვინდა? კაი დედა სამნი მივდივართ, მე შენ და ანი ამდენი რაღაცა როგორ ნავჭამოთ. არა, სასუსტავები გვინდა კიდე, მე მინდა. ხო და მე ნამცხორს გამოვაცხობ თან. კაი ვიყიდოთ რა გზაში გეხვეწები, თან ცუდად ახარ ეხა რა. არა, დავლევ წამალს და რა უნდა 2 წუთში გამოვაცხობ. ნამცხორს გამოვაცხობ და განაჩენები ვიყიდოთ. ვიყიდა გზაში. მოიცა ხა წამალს დავლევ და გამოვლის, მაცადე. აქ უნდა ჩაწეროთ ხო ჩვენ? ხო, აქ უნდა ჩაწერო შენი მონაცემები. ვიცი რა ამბავი ნახე რამდენია. ამ ცალკე კურსზე კიდე ცალკე დანაყოფებია, ხედავ? რატო ასე? ანუ ფასი და დროშია განსხვავებული. შეხედე, ერთთვიანიც არის, სამთვიანიც, 4თვიანიც, ერთკვირიანიც არის აგერ. ხო, მაგრამ ჩვენ ხო სამთვიანი გვინდა. ხო, ჩვენ სამთვიანი გვინდა. ანუ ბევრიც არ არის და სერტიფიკატსაც იგივეს გაძლევენ, რასაც ნახევარწლიანზე. ხო.
სამსახურის პოვნაც არ გაგიჭირდება. ნერვიულო? მეტყობა ხო? კი. კაი, ნუ ნერვიულობ, შევავსო და რაც იქნება, იქნება. არაფერს არ კარგავ. აი, ხომ არა ესე ადგე და ბელგიაში წახვიდე, არ არის ხო მარტივი. ხო, მესმის, მაგრამ რაც გინდა იმაზე უკან არ უნდა დაიხიო, ხო? ხო, მართალია. ხოცა? მოხედი? გამარჯობა. გინდა რამეს დალე მოგიმზადებ? მე წავალ ხოდია. კარგი, გაგაცილე. ის მე დავამხობ. ხო, დაგირეკავ. აი, დამირეკავ. კარგი. კარგი. გიო, არ გელოდი დღეს? ხო, მივხვდი. რას მივხვდი? რას მივხვდი, ამას აქ რა უნდა? ჯერ ეს ჩემი მეგობარია და მე კიდე ბელგიაში გვინდა წასვლა და მოიცი მიდი ხარ? ხო, მინდა. და მე აქამდე რატო არ ვიცოდი ეს? როდის უნდა მეთქვა? დიახ, მოგენდომებინა მეტყოდი. ჯორგი, მე დაგირეკე შენ და არ გეცალა. მოიცი მოგეცა ეხა მიზეზები, ხო? რა მიზეზები? უბრალოდ საშუალება არ მომეცა რომ მეთქვა. ამას ერთად მიდიხარ? ხო. გასაგები. კი რა არის გასაგები? კარგი, რა გჭირს? გიო! კომპანია ბოდის გიხდით ხელფასების დაგვიანებისთვის და ამიტომ კორპორატიულ წეულებაზე გეპატიჟებათ. აუ რა მაგარი! როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? რა ვიცი, კარგად. შენ. ხო, მაგრამ მიხარია რომ მივიდი. აუ მეცან. რო გამოვიდა შიშკაცი რა უნდა ვქნათ? არაფერი, ჩავისვათ მანქანაში და დავაფრთხილებ ყველაფერს. ისეთი კარგი გოგოიცა. ეგ მინდა გიორგი. კაი რა. ვინ? მსახიობი. მაშო მესხი. თბილისში მიდიხარ. უნდა დაუბრუნდე სასწავლებელსა. შენც ეგ არ გინდოდა? კი.